მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ სამუშაო დღის ბოლოს ვიცი, რომ ყველას აქვს საქმეები, პირადი ცხოვრება, ძალიან ბევრი სხვა გატაცება თუ მოტივაცია, რომელიც თქვენ დღის მთლიან ოკუპაციას ახდენს, მაგრამ მადლობა, რომ შეძელით, ნახეთ მოტივაცია, დრო და ენერგია, რომ შემოგვიერთდეთ და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე, რაზეც ჩვენ გვინდა ინფორმაციის გაზიარება, თქვენ ამ ყოველს მიღება და რაღაცა იდეალური საღამო შეიძლება გამოგვივიდეს. დღეს ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე, რომელიც ჩვენ კურსი რო იყოს ავთენტური და ვიყოთ გულწრფელები, ამ კუთხით ყოველთვის პულსზე ხელი გვიჭირავს და ესაა ჩვენი პულსი, რომ რა ხდება ბაზარზე, როგორ იცვლება და ვითარდება პროფესია, როგორ იცვლება მასზე მოთხოვნა და ამ ყველაფერზე ვისაუბროთ. ვისაუბროთ ჩვენი კურსის სპეციფიკაზე და ზოგადად ამ პროფესიის მნიშვნელობაზე. მე ვარ გერაჯარკავა, ჩემს შესახებ გეტყვით, რომ მე ვარ სენიორ BI დეველოპერი ამ ეტაპზე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში Paysera, რომელიც არის ლიტვური წარმოშობის კომპანია და ასევე ვარ ხელოვნური ინტელექტის ლექტორი ბაქსუდის საერთაშორისო სკოლაში. რა თქმა უნდა, Smart Academy-ის ლექტორიც, it's no need to mention. აი, მოდი ჯერ ვისაუბრებ ბიზნესზე დღეს, იმიტომ რომ თუ ცოტა zoom out-ი არ გავაკეთებ, მხოლოდ რაღაც სუბიექტურ ჩემ პროფესიაზე ასოცირება და ფოკუსი მოვახდინე, ვიქნები უბრალოდ ჩემ პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი, რაც ისედაც ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა და სწორი რეალობა მოვყვეთ, რაც დღეს ხდება. ფაქტების ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ შემთხვევაში. როგორ არის ბიზნესი დღეს? ანუ ბიზნესში მაქსიმალურად შიდა და გარე პროცესების დიჯიტალიზაცია, ანუ გაციფრულება ხდება. ანუ მაქსიმალურად ყველა ბიზნეს პროცესი იქნება ეს შიდა, რაღაც სუბორდინაციული კომუნიკაცია მენეჯერსა და ტოპ მენეჯერს შორის, რისკებსა და გაყიდვებს შორის თუ ნებისმიერ სხვადასხვა რგოლებს შორის, ეს პროცესი მაქსიმალურად გადიჯიტალდა, ანუ რაღაცა პლატფორმებზე ერთმანეთზე კომუნიკაციებენ, რაღაც გარკვეული კლიკები და რაღაც გარკვეული ვიზუალის და UI-ის მქონე სოფტები ინერგება კომპანიებში, რომ შიდა პროცესები აჩქარდეს და ბევრად სწრაფად წავიდეს და ამის გარდა ხდება, რომ გარე კომუნიკაციაში, ანუ მომხმარებელი გაქრა და დაიბადა იუზერი. ანუ ადამიანებს აღარ აინტერესებთ საერთოდ შეიძლება კომპანიის ბრენდების შეკითხვასო. ხელი საწეო დავინახე თუ მეშლება. არაფერი შემთხვევით ბოდის გიგდით. ოკეი. არა, ეგ freedom of speech გვაქვს. აპლიკაციებს სწავლობ. At least так. ხო, და მოკლედ ბიზნესმა ძალიან სახე იცვალა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მრავალფეროვანი პლატფორმები, რომლებიც მართავენ ბიზნესის საპროცესო და საკომუნიკაციო, ანუ საოპერაციო და საკომუნიკაციო პროცესებს. თავარი იდეა იმის შემდგომარეობს, რომ ანუ აი რაღაც კონსერვატიულ ძველ 2000-იანების ბიზნესში შეიძლება სხვანაირად იყო, რომ ფიქრობდნენ მომხმარებელზე, ხსნიდნენ ახლა ფილიალებს, ფიქრობდნენ ფერთა თეორიებზე და სხვა რაღაცებზე და ბიზნესი უფრო იყო ხელშეახები. უფრო რეალური, უფრო ორგანული, მაგრამ დღეს ძალიან გაციფრულდა სამყარო და იცით არის ცოდნის მიწოდების flow-საც რო დააკვირდეთ, სადღაც 10 წლის წინ უფრო ორიენტირი იყო რაღაც უფრო back-end-ზე, front-end-ზე და უფრო აპლიკაციის შექმნაზე, იმიტომ რომ ბიზნეს ძალიან დიდი რაღაცა, ვთქვათ, გადაუდებელი ოპერაციასავე ჭირდებოდა და ძალიან ის კადრები, რომელსაც ბაზარი ითხოვდა. ეხლა მოხდა ის, რომ რაღაცა დანერგვის, ასე ვთქვათ, upgrade-ის, მოდიფიკაციის სტადიამ გაიარა, უკვე ბიზნესი ძალიან გადიჯიტალდა, დღეს ქართულ გარემოშიც და აღმოსავლეთ ევროპაშიც, აღარ ვლაპარაკობ დასავლეთზე. ძალიან ბიზნესი არის გადიჯიტალებული, ანუ რაღაცა 10-დან 9 საკომუნიკაციო ველი არის ციფრული, ნარგავენ ახალ აპლიკაციებს, ახალ ვებებს, ახალ გადახდის სისტემებს, ახალ e-commerce სისტემებს და ანუ რაღაცა კომპანიებს ჩვენ ვეხებით ისე, რომ მათი ფილიალის კი არ ვიცით, სად არის, რაღაცა ლოგო გვაქვს მარტო ნანახი და მათგან რაღაცა users და ვერიფიკაციებს ვახდენთ. რაც შეეხება ის, რომ პლატფორმები ხასიათდება მრავალფუნქციონალობით და მაღალი ინტერაქტუალობით, ანუ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაღაც ისეთი პლატფორმა შეგვან, სადაც რომელიც ბევრ ფუნქციონალს დაიტევს. სადაც იქნება ერთ სივრცეში კალათაში დამატება, შეკვეთა, გადახდა, კომენტარი, ფიდბექი, შემდეგ და საბოლოოდ პლატფორმები და სხვა სოფტები დღის ჭრილში აგროვებს ტერაბაიტობით ინფორმაციას. ანუ გამოვიდა რა, რომ რო შევაჯამოთ, ბიზნესმა მთლიან სახე იცვალა და გახდა ძალიან დიჯიტალ პროდუქტი. ანუ ძალიან ბევრი კომპანია კომერციულად უფრო IT პროდუქტები გახდნენ და რაღაცა ნაკლებად იგრძნობა ის კონსერვატიული ბიზნეს დრაივი, რაც შეიძლება ჩვენ ბიზნესში გვიყვარდა და მოგწონა და რაც ჩვენ ბიზნეს ლიტერატურებში იდო. თანამედროვე პოდკასტებშიც კი შეგვიძლია დავინახოთ, რომ უფრო აქცენტირება ხდება, რომ რა თული დაინერგა, როგორ აი სოფტი გახდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რომ რაღაცა
ვიზუალური storytelling-ის სახით რო შევაჯამოთ, მარცხენა მხარეს ყავს user-ი, ანუ გარე სამყაროში, ის ჩვენ CRM-ით, ERP-ით, მარკეტინგით და სხვა სისტემებით და სოფტებით ჩვენამდე მოაქვს რაღაც კომუნიკაცია, ჩვენი მენეჯმენტი მას გარკვეულწილად ეკომუნიკაციება და ეს ყველაფერი რაღაც data გარემოში მიგრირდება. ანუ ეს ყველა სოფტი ტერაბაიტობით data-ს აგროვებს, ანუ ყოველი კლიკი, ყოველი ინტერაქცია მომხმარებლის მხრიდან, ყოველი, არ ვიცი, მე კომერციული აქტი თუ რაღაცა ტიპის user-ის აქტივობას ჩვენ ყოველთვის რაღაც ტიპით ამას ვინახავთ. ანუ ბიზნესმა მთლიანად შეიცვალა სახე და მიხვდა values ამ ინფორმაციის. თუ ამ ინფორმაციის values მიხვდა ბიზნესი, მაშინ ხვდებით, რომ ანუ data analytics-ის როლი ცოტა ასე ვთქვათ, დააპგრეიდდა და თან ბიზნესმა უკვე ასე ვთქვათ, თავისი ხედვაც შეცვალა. და როგორ შეცვალა, ამაზე კიდე შემდეგ სლაიდებში ვისაუბრებთ. ჯერ მოდი მონაცემ ანალიტიკოსები ვისაუბროთ, ზოგადად როგორი ადამიანი უნდა იყოს, აი რომ დავახასიათოთ მონაცემ ანალიტიკოსი რა ტიპია, რაღაცა მარტივი შეჯამებით. პირველ რიგში მონაცემ ანალიტიკოსს აქვს სრული ხედვა ბიზნესში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის და პლატფორმების შესახებ, ანუ data analytics-ი არა უბრალოდ SQL-ის მცოდნე ტიპი, რომელმაც რაღაცა ბაზები იცის კარგად, შეუძლია რაღაცა მარტივი data გამოიძახოს და მორჩა. მას უნდა ესმოდეს რა პლატფორმებია დანერგილი, რომელი სოფტებიდან მიგრირდება ინფორმაცია, რომელი ბიზნეს პროცესი, რომელ ინფორმაციას ინახავს მაგალითად ამ პლატფორმას რო აქვს მაგალითად 10 კლიკი და 5 ველი შესავსები, რომელს ვინახავთ ჩვენ სინამდვილეში, ხო? ანუ რაღაცნაირად მოხდა ამ პროფესიის ასე ვთქვათ უნივერსალიზაცია. ანუ ის არა უბრალოდ მხოლოდ tech ადამიანი, მით უმეტეს BI developer, რომელსაც პირდაპირ პასუხისმგებელია, რომ storytelling-ის დროს მოყვეს, რომ აი ეს data არის ზუსტად ის data, რომელსაც თქვენ ხედავთ აი ამ გარემოში. რასაც მომხმარებელი ხედავს ამ სახით, ჩვენ უნდა მოვყვეთ ამ სახით. ბიზნესის აზროვნება და კონტექსტის გაგება, ანუ ყოველთვის არ უნდა ესმოდეს კონკრეტული ამოცანა, არამედ უფრო მასშტაბურად პროექტი და მიზანი უნდა ესმოდეს. როდესაც მონაცემ ანალიტიკოსს და BI developers ესმის კომპანიის მიზანი, შეიძლება ამოცანის მოდიფიკაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულოს. თუ კომპანიას რაღაც კონკრეტული X მიზანი აქვს, რომ მაგალითად ამ სეგმენტზე გავიდეს, ან ეს მაგალითად ამ ტიპის გაყიდვები შეამციროს, ან რაღაც ხარჯები შეამციროს, ან რაღაც მოგება გაზარდოს, ან მაგალითად რაც დემოგრაფიულად რაღაცა სეგმენტი შეიცვალა, ანუ ეს ყველაფერი, როდესაც იცის მონაცემ ანალიტიკოსმა, რა თქმა უნდა, ბიზნესი არის უფრო კომერციული მაინდსეტის ხალხი. ისინი რაღაც უფრო არიან ქარიზმატული ტიპები, რომლებსაც სხვა სკილების გამო არიან მანდ, მათ შეუძლიათ ისროლონ გიჟური იდეები, შეიძლება ისროლონ ძალიან კარგი რაღაცა პრობლემები დაინახონ, მაგრამ data analytics-ი რაღაცნაირად უფრო ზუსტ დასკვნას აძლევს. რაღაცნაირად გავს ეს ყველაფერი იმას, რომ ადამიანის ზოგად განცხადებას აკეთებს, რომ ოკეი, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ეს გაწყვეტილება მივიღოთ, ხო, სწორი შენიშვნა მივიღეთ, კი ბატონო, გეთახვევით, სიტყვა ბიზნეს, როდესაც ვახსენებ, მოდი ესე მომიცეთ, ხო? ბიზნესი არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ რაღაც კორპორაციას ხედავს კომერციული და გარე სამყაროსთან ურთიერთობის პერსპექტივით. ანუ მე სიტყვა ბიზნეს უძახი შეიძლება ვთქვა, რომ ჯანდაცვის რაღაცა მინისტრიც ვიგულისხმო, კვლევითი ორგანიზაციის ჰედის ვიგულისხმო, არ ვიცი, სამედიცინო ინდუსტრიის ვიღაც ვიგულისხმო, ან რკინიგზის, ან რაღაცა მაკროეკონომიკურ რაღაცა დიდი ინსტიტუციის. თავარი იდეა ის არის, რომ ვიღაც ადამიანები არსებობენ ორგანიზაციებში და კორპორაციებში, რომლებიც რაღაცნაირად ზუმ-აუტს აკეთებენ და მაკრო პერსპექტივით ხედავენ მთლიან ბიზნესს. ისინი მაკრო პრობლემებს ხედავენ, რაღაცა ზოგად ჯენერალ განცხადებებს გვიკეთებენ და data analytics-ი არის ადამიანი, რომელიც ანუ ეს რა განცხადებას აკეთებს, რაც კი შეეძლო პლატფორმა, თული, მოწყობილობა, აი რამე ქმნილება თუ არსებობს, რასაც user-ი ან კომპანიის შიდა ინსაიდერი ეხება, ეს ყველაფერი თუ რაიმე ინფორმაციას და რაიმე ინტერაქციას ინახავს, ამ ყველაფრის აბსოლუტურ კურირებას ახდენს. რაღაცნაირად gateway-ისთან დგას მონაცემ ანალიტიკოსი, რომელიც ხედავს რაიმე ინფორმაცია თუ ოდესმე ჩაწერილა. შესაბამისად, მაინც ის რომ რაღაცა იდეალური მოწყობილობის სახით ყავს ეს ადამიანი, რომელმაც ასევე ბიზნეს მაინდსეტი აქვს, რომ შეუძლია ბიზნესით ვერბალურით მოყოლილი რაღაცა პროექტი, იდეა ან პრობლემა გაიგოს და ის ამოცანად უნდა გადააქციოს. ან კონკრეტული ინფორმაციის კოდის თუ სინტაქსის გამოძახებით, მან მის ვერბალური პრობლემა უნდა მოყვეს დატის და რაღაც გარკვეული დეშბორდის სახით. იმიტომ რომ რაღაცა დეშბორდი თავის თავს ყოველთვის ყვება, ხო, რაღაცნაირად ჰინტებს გვაძლევს. აუცილებლად მონაცემ ანალიტიკოსი უნდა ფლობდეს SQL ენას, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე ინდუსტრიაში მონაცემები ინახება აუცილებლად SQL პლატფორმის
ერთ-ერთ SQL პლატფორმაზე, ეს შეიძლება იყოს რაღაცა PostgreSQL, MS SQL, Oracle, ClickHouse და სხვა დაახლოებით 50 პლატფორმა. შეუძლია მონაცემების გადაქცევა ისტორიად, ანუ storytelling with data არის ძალიან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ჩემი ძალიან ბევრი კარგი stakeholder-ისგან, რომლებიც ამ საერთაშორისო კომპანიებში მოღვაწეობენ, არაერთხელ მომისმენია, რომ ჩვენ არ გვაქვს data mindset-ი, ჩვენ არ ვართ ანალიტიკოსები, ჩვენ ვართ კომერციული ტიპები, ჩვენ პრობლემას ძალიან გარედან ვხედავთ და მარტივად მოგვიყვებით. ჩვენ ძალიან რთულ ამოცანებს ვსვათ, ამიტომ უბრალოდ მარტივად მოგვიხრა წითელია თუ მწვანე. ეს ძალიან გავს, რომ ადამიანს ძალიან კომპლექსური დაავადება შეიძლება ჭირდეს და პირველი რაც ექიმის გამონდა, თქვას, რომ აი გადარჩები თუ არა, ან ხვალ გაერთობი თუ არა, ან მაგალითად რაღაცა ბურგერს შეჭამ თუ ვერ შეჭამ. ანუ რაღაცა ადამიანებს ჭირდებათ ძალიან რთულ კომპლექსურ პრობლემებზე მარტივი სადა პასუხები. და ანალიტიკოსი კომპანიაში რეალურად ამას აკეთებს, რომ კომპანია რაღაცა ძალიან კომპლექსურ кейს ყვება, ძალიან რაღაცა ბევრ ცვლადის შემცველ პრობლემების წინაშე გასხომდა და ანალიტიკოსის იდეა არის, რომ ეს მოყვეს მარტივად, რომ ოკეი, ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, ესე და ესე. და საბოლოო ჯამში მონაცემების ხარისხის კონტროლი, data quality validation არის სულ ახალი გამოწვევა, დასავლურ კომპანიებში და ასე ვთქვათ, მათ შორის აღმოსავლურ კომპანიებშიც უკვე ეს კულტურა ინერგება, რომ data quality ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია და ეს ცალკე პროფესიად ყალიბდება და უკვე ქართული კომპანიები და headhunter-ები აქტიურად ეძებენ ამ ცოდნის მქონეს და ამ პროფესიის მოდიფიკაციაში ძალიან დიდ როლს იღებენ. და მოკლედ ეს არის რაღაცა მონაცემთა ანალიტიკოსის რაღაცა როლი. ძალიან სუპერ გმინდა დავხატე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვს და ამაზე ვისაუბრებთ. მოდი ვისაუბროთ მონაცემთა ანალიტიკოსი რაღაცა დეკადების მიხედვით რა უნარებს თხოვდით. აი, აღო ნაკწერია literally job description-ები როგორი იყო და რას თხოვდნენ მენეჯერები, რას თხოვდნენ კომპანიის ორგანიზაციები მას როგორც ადამიანს, რომელსაც რაღაც კონკრეტული უნარები უნდა ქონოდა. ძალიან ადრე, რაღაცა ზღაპარივით რო გამომიდეს 2000-იანებში დაახლოებით იყო ის რეალობა, რომ კომპანიებს რეალურად ჭირდებოდა მხოლოდ Microsoft Excel-ის ცოდნა, რაღაც pivot table და lookup-ი რო ცოდნოდა, საბაზისო სტატისტიკა უნდა ცოდნოდა რაღაცნაირად მათემატიკური ტვინი. რეპორტების ხელით მომზადებოდა შეძლებოდა რაღაც მარტივი მეტრიკების მოყოლა და მონაცემების ექსპორტ-იმპორტი. ძალიან basic უნარებზე ვსაუბრობთ, ხო? შემდეგ უკვე 2010-იანებში რაღაც კულტურა შეიცვალა დატას კუთხით და ამას ძალიან დეტალურად ავხსნით. ეს იყო რომ უკვე მოვთხოვეთ Excel-ი და advanced დონეზე, მოვთხოვეთ SQL-ები, script-ის წერა და რაღაცა basic join-ები და რელაციური ფუნდამენტების გაგება, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ზოგადად ბაზის კონცეფციის გაგება და data როგორი ინახება და რომელ პლატფორმიდან მიგრირდება data სად მიდის და როგორ მიდის, KPIs და dashboard-ების შექმნა, ანუ რაღაცა key performance indicator-ების დათვალვა უნდა იცოდეს, KPI-ების მიგნება შეუძლია დადოს, რაც ბიზნესში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ბიზნეს პროცესების ცოდნა. ანუ უნდა ესმოდეს რაღაცა სწორად არხები, სწორად უნდა ესმოდეს ბიზნეს რგოლიშის რისკის რა არის მნიშვნელოვანი, რა არის საპასუხისმგებლო, ეს თორი როგორ უნდა მოყვეს და საბოლოო ჯამში აი 2020-დან დღემდე არის რომ გვჭირდება Excel Advanced-ზე, უნდა ვიცოდეთ SQL-ი, უნდა ვიცოდეთ Power BI, ან ნებისმიერ სხვა BI tool როგორც არის Grafana, Tableau, Redashi და სხვა ბევრი BI tool, მათ შორის Python-ის ბიბლიოთეკები, Python-ი ცალსახად, data ბიბლიოთეკები და სტატისტიკური და სხვა ტიპის ბიბლიოთეკები, data storytelling-ი, ანუ როგორ მოვყვეთ data და როგორ მოვყვეთ და აღწეროთ რეალური კომპანიის სურათი და business consulting და stakeholder management-ი. მე აქ ვისაუბრე უნივერსალიზაციაზე, ანუ data analytics უკვე სწორად უნდა ესმოდეს მთლიან რეალობა. Data governance და quality, როგორც ვი არის პროფესია, რომელიც პასუხისმგებელია data გარემოში არსებული ინფორმაციის ხარისხზე, რამდენად აუთენტურია ეს ინფორმაცია და რამდენად სწორად ხდება ამის მოყოლა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, თუ ნებისმიერ კითხვები იქნება, გთხოვთ დასვით. No problem. გავაგზავნოთ. ეხლა ვისაუბროთ, როგორც ეხლა დეკადებად დავყვებით, ესე დეკადებად მოვყვეთ, რატო იყო ეს ესე, რატო იყო job description-ებში და requirement-ებში, ანუ მოთხოვნებში, აი ის მოთხოვნები, როგორ იცვლებოდა ნელ-ნელა. რომ 2000-იანებზე რო ვისაუბროთ, ნახეთ, ციფრული ტრანსფორმაცია ჯერ საწყის ეტაპზე იყო, ანუ რაღაც გარკვეული სოფტებიდან ერგილი იყო, მაგრამ სრულყოფილად არა. მონაცემთა მოცულობა არ საჭიროებდა სპეციალიზებულ ინსტრუმენტებს, ანუ რაღაცა data არ იყო ბევრი. რაღაცა Excel-ები და რაღაცები მარტივად წვდებოდა. მოდი შევხვდი 1 წუთით.
ასე იგი შეკითხვა არის მეგობრებო, უკვე ჩატარებულ რომელიმე მასტერკლასს გამოგიგზავნით თუ არა. გადახედეთ ჩვენს ივენთების გვერდს და რა მასტერკლასებიც შეგვიტარებია, შეგვიძლია ნებისმიერი გაგიზიაროთ თუ დაგაინტერესებთ, ასე რომ თავარია ზუსტად მოგწეროთ თუ გინდათ ივენთებს რომ დაათვალიერებთ დალინკოთ კონკრეტულად რომ აი ამ კონკრეტული ივენთის ძველი ჩანაწერი გჭირდებათ და გსურთ რომ მოусმინოთ და ჩვენ გაგიზიარებთ წვდომას. ხო, მადლობა. თავარი იდეა ის არის, რომ კომპანიებს დიდი data არ ქონდათ, ანუ რაღაცა დღის შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე ასეული ჩანაწერი შენახული, ხო? ანუ კომპანიები აგროვებდნენ შედარებით მცირე მოსულობის მონაცემებს, შესაბამისად გაწყობის მიღებაც არ იყო იმდენად ძლიერი, ხო? რაღაცა სად რამ ხელს მნიშვნელობს, რომ 10 წლის დატას ვკითხულობდე ყოველ წუთი ერთ ჩანაწერს და მის სტატისტიკას ვაგროვებდე თუ რაღაცა დღეში რენდომ 5 ინფორმაციას, ხო? მონაცემთა წყაროები იყო ცოტა, ანუ საიდან უნდა აგვიღო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მანუალურად და რეალური ინფორმაცია და ფიზიკური ინფორმაციაზე ვსაუბრობდით და ძირითადად შიდა სისტემებით შემოიფარგლებოდა. გაწყობილება ხშირად ემყარებოდა სტატისტიკურ ანგარიშებს, ანუ რაღაცა basic Excel-ური რეპორტი, რომელიც დიდ ინფორმაციას ვერ ინახავს, უბრალოდ დიდ დატაზე მოკვდება, ელემენტარულ ფორმულას ვერ დავადებთ, იმიტომ რომ არ იქნება capability რაღაცა დიდი ტიპის კომპლექსური ინფორმაცია დაიჭოს ან ტრანსფორმაცია ან რაღაც ნებისმიერ ტიპის ფორმულა აწიოს, ამიტომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რომ რაღაცა ცოტა კონსერვატულ ბიზნეს გარემოში დატა იყო მთლიანად ძალიან მცირე მოცულობის და ტექნოლოგიაც არ იყო დანერგილი და არც ეკოსისტემა იმ დონეზე განვითარებული რომ მაგალითად ნებისმიერ ახალი სოფტი რო დაინერგებოდა პირველივე ჩვენთვის ამოსანა იყო რომ დატა დაგვემიგრირებინა გარდა იმისა რომ მომხმარებელს იქნებოდა სადა მარტივი კლიკები იქნებოდა რეგისტრაცია იქნებოდა მარტივი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისეთ კორპორაციებზე ვსაუბრობ როგორც არის მაგალითად Amazon-ი, eBay, Google ისეთები ვისით ქცევაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ შეგვენახა. და შესაბამისად რეპორტებიც იყო ძალიან basic-ი რა, ანუ დემოგრაფიული სეგმენტაცია, გეოგრაფიული, ძალიან basic-ი. ქცევითი ანალიზი არ არსებობდა, იმიტომ რომ დატას ვერ ვინახავდით ფიზიკურად. შემდეგ უკვე დაიწყო ორგანიზაციებმა დაიწყეს მონაცემებზე დაფუძნებული data-driven გადაწყვეტილების მიღება. ეს ამის ტრიგერი იყო ის, რომ ERP, CRM და სხვა ბიზნეს სისტემების გავრცელება მონაცემების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა. ანუ კომპანიები სანამ დატას წაიკითხავდნენ, ჯერ შექმნეს რაღაც მოწყობილობები და რაღაც სოფტები, რომელიც ამ დატას რეალურად ინახავდა, ხო? ანუ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიებს დღეს აქვს ძალიან ბევრი სოფტი დანერგილი, აი ძალიან დიდი რაოდენობით. ოკეი, ამ სოფტებს აქვს რაღაცა download ღილაკი, დატის გადმოწერა, მაგრამ სულ სხვა მნიშვნელობის მატარებელი არის ის, რომ ამ დატას რეალურად რაღაცა short მოცულობის გადმოწერა შეგიძლიათ, short მოცულობის დამუშავება შეგიძლიათ Excel-ურ გარემოში, ხო? რაღაცა Excel-ს რაღაცა X ჩანაწერების შემდეგ უკვე კვდება, რაღაცა დიდი მოცულობის ტრანსფორმაციებს და კორელაციებს ვერ იტანს, სხვა ფაილებთან კომუნიკაციის დროს ძირითადად თვითონ პროცესინგის დონეზე ვერ გაჩავს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ Excel-ი ვერ უმკლავდება big data-ს. კომპანიებს სჭირდებოდათ მონაცემების პირდაპირ ბაზებიდან მიღება, ანუ მას სჭირდებოდა რაღაც მოწყობილობა, რომელიც ამ CRM-თან პირდაპირ იქნება დაკონექტებული, როგორც აი წინა ვიზუალში აღწერეთ, რომ რაღაც სოფტია, რომელთანაც business live ქმედებები ხდება, ანუ ბიზნესის რეალური სისხლი მანდ არის და ჩვენ ამის ანუ live-ში წაკითხვა გჭირდება, იმიტომ რომ შენ ბიზნესს ვერ გაზომავს ხანარით, ანუ ბიზნესთან არსებობენ ძალიან დინამიური ბიზნესების არსებობს, ხო, მაგალითად როგორც არის gambling-ი, ლოჯისტიკა სხვა ბიზნესები, რომელმაც თუ live-ში data არ იკითხეს, უბრალოდ ფიზიკურად მისი პერფორმანსი არ იქნება ამ დონეზე ძლიერი. ამიტომ ბიზნესებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, რომ მას შემდეგაც ეს სოფტები დაინერგა და რო ნახეს, რომ აჩქარდა ბიზნესი, რაღაც პროცესები უფრო მარტივი იყო, კლიენტის ინიციატივიდან დელივერამდე დრო ძალიან შემცირდა, მიხვდა, რომ ეს იმის წყალობით ხდება, რომ რაღაცა დიდი ინტერაქციის მქონე ინფორმაცია ინახება სადღაც. ანუ ადამიანი რამდენიმე კლიკის შემდეგ რო აკეთებს რაღაცის success და მანამდე თუ რაღაცა ერთდღიანი ვიზიტი ჭირდებოდა და ერთი კლიენტის OK-ს ჭირდებოდა ერთი სრული დღე და ეს ერთი სრული დღე დავიდა 20 წუთზე, ჩვენ ვხედავთ, რომ მილიონობით კლიენტების ინფორმაცია არის დასამიგრირებელი. და მე თუ აქამდე ვანალიზებდი Excel-ში 100 კლიენტს, ახლა რო ვანალიზებ 43000 კლიენტს დღეში, ამას უკვე Excel-ი ვეღარ ერევა, ამას უკვე რაღაც კომენტური მოწყობილობები ვეღარ ერევიან და მე მჭირდება რაღაცა X გარემო, სადაც ამ ინფორმაციას დავამიგრირებ, შევინახავ და გავაანალიზებ. ამის საფუძველზე გაჩნდა, ანუ უკვე სხვა ტექნოლოგიები და ანუ ბიზნესმა დაისახა ერთ-ერთი მიზანი, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ IT-ისთვის, არამედ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც. ანუ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ანუ ბიზნესმა გაწყდა, რომ data live-ში იკითხოს.
მენეჯერებს სურდათ რომ რეალურ დროში დაშბორდები და ვიზუალიზაციები რატო ნახეთ აი არსებობს კიდევ ხო ზღი დინამიური ბიზნესები და არადინამიური ბიზნესები ხო აი მაგალითად მარტივი მაგალითი რომ გავაკეთოთ წარმოგიდგენთ ფარმაცევტული კომპანია რომელმაც რაღაცა X ფასი ჩაუშვა ან რაღაც ახალი მედიკამენტი შემოიტანა ჯანდაცვის მხარდაჭერით ან რაღაც ახალი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება უნდათ მაკროეკონომიკურ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი კაზუსი შეიძლება ეხლა მოვიყვანო და ძალიან ბევრი кейსი მაგრამ შეიძლება რაღაც დატის საკითხვა ესე ლაივში მე არ ჭირდება იმიტომ რომ მაგალითად აი მე რომ მაგალითად ახალ მედიკამენტს ჩაუშვებ შეიძლება არ მაინტერესებს 20 წუთში რამდენი გაიყიდა რაღაცას შეიძლება დავაკვირდე 2-3 კვირის მერე ხო იმიტომ რომ ადამიანის ქცევა დაავადებების სტატისტიკა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ხო იგივენად შეიძლება რაღაცა თუ გავაკეთე ახალი ავტობუსის ხაზი რომელზეც დატას ვერ შევინახავ ბილეთების ყიდვისა თუ რაღაც რამდენიმე დღე არ გავიდა მომხმარებლების ქცევა არ დავინახე ხო მაგრამ არსებობს ბიზნესები როგორც აი მაგალითად გემბლინგი ხო მაგალითად 3 წუთის მერე მე თუ დავინახე რომ მერაბდვალიშვილი უკვე ჩოუქზე მიყავს შონომალი და უნდა დავწიო სავარაუდო ბეთი მერაბდვალიშვილის მოგებაზე მე უბრალოდ გავკონტაქტები იმ 1 წუთში ძალიან მარტივია ხო ანუ რაღაც დატას ჭირდება ლაივში კითხვა მათ შორის NASA-ს პენტაგონის საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიების რომელსაც წამში ჭირდებათ კონკრეტული კოორდინატები კონკრეტული მოწყობილობის ან კონკრეტული რაღაცა ქმნილების თელეფონზადებული ანგარიშები ნელი და ძვირი იყო ნელში გულისხმობ იმას რომ ფიზიკურად ადამიანის ხელით და გადამოწერილი დამუშავებები შედარებით ნელია ვიდრე რაღაც კონკრეტული BI თულით რომელიც გაავტომატურდება და რაღაც ბიზნეს პროცესები და ბიზნეს საჭიროებები აუცილებლად მან კონკრეტულად იცის და კონკრეტულად იცის როგორ უნდა გაზომოს და მან მნიშვნელოვან როლს ატარებს ის რომ ანუ მე თუ რაღაცა რეპორტის კითხვა მჭირდება ლაივში მე თუ ყოველ დღე daily pulse-ზე არ მეჭირა ხელი ხო ან კონსერვატული ბიზნესი რაღაცას კითხულობდა რომ მაგალითად რაღაცა დღეს იყო გაყიდვები 100 გუშინ იყო რაღაცა 97 ხო მაგრამ დღეს რო ხედავ რომ ამ 100-ის ჩაშლა შემიძლია რომ როგორ მომხმარებელმა იყიდა ოღონდ როგორმა თუ კონსერვატული ბიზნესი ზახდა რომ ბათუმელმა იყიდა 10 და 30 იყიდა თბილისელმა ხო დღეს უკვე თანამედროვე ბიზნესი ზახის რომ აი მე თუ ყველა პლატფორმიდან ყოველი ინტერაქციის დროს წუთების და წამების ინტერვალში შემიძლია ყოველი მომხმარებლის ინტერაქცია ჩავიწერო მე შემიძლია ვთქვა რომ ბათუმელმა კლიენტებმა რომლებსაც ჩვევიათ გადახდა მასტერკარდით გადაიხადეს ვიზა ბარათით იმ მაღაზიებში რომელსაც ხშირად არ დადიოდნენ და არიან 20 წელს გადაცილებულები და ძირითადად მაგალითად მათი გადახდები შემოფარგლებოდა უფრო მაგალითად ყვების ობიექტებში და ეხლა გადავიდნენ მაგალითად რაღაცა უფრო გართობის ობიექტებზე ხო ანუ ეგეთ ანალიზს რო უდებ ბიზნესმა უკვე გამჭრვალით იცის მომხმარებელი თქვენ შეიძლება არც კი იცოდეთ რამდენი კომპანიის ლოიალური მომხმარებელი ხართ რომლის შეიძლება ლოგოც კი არ იცოდეთ ხო მაგალითად ქართულ რეალობაში ყველაზე ცნობილი ფაქტია ის რომ ხდება ფინანსური ინსტიტუტების დემონიზაცია მაგრამ ტოპ კლიენტები არიან შეიძლება ისინი თავის ჟანრი გადახდებით თავის ფინანსური ოპერაციებით რაღაცა ინტერაქციებით სხვა პლატფორმებთან ანუ თუ ბიზნესს აქვს აი ესეთი ამოცანები იმის საფუძველზე რომ ამდენი პლატფორმა დაერგილი მან იცის რომ ყოველ პლატფორმაზე ნებისმიერი ინტერაქცია მონაცემების ბაზაში რაღაც ახალი ჩანაწერის სახით ჩავარდება ის დაინახავს რომ ყოველი ახალი კლიენტის ინტერაქცია ყოველი ახალი გადახდა ყოველი ახალი პალატაში დამატება გადარიცხვა სესხის აღება დარიცხული პროცენტი ყოველი ახალი შეძენილი ბილეთი არ ვიცი მე ახალი კოორდინატი რომელიც მიგრირდება გაკეთებული ფსონი ანუ დაახლოებით რამდენიმე მილიარდიან დატაზე ვლაპარაკობთ წარმოვიდგინე რომ შეგიძლიათ დაახლოებით აი ილონ მასკმა Twitter-ი რო იყიდა და X-ად გადააკეთა daily data backup-ი რაღაც გარკვეულ 80% დატაზე შეამცირა და დღეში 80 მილიონი დოლარის ხარჯი შემომცირა კომპანიას ანუ რამხელა მოცულობის დატაზე ვაპარაკობთ იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა hard drive-ზე უნდა შეინახოს გარდა იმისა რომ სხვა ღრუბლოვანი სისტემები არსებობს და მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს რომ ეს data უნდა იყოს live ბიზნესს ჭირდება self-service ანალიტიკა ანუ მე უკვე ჩემსა და ინფორმაციას შორის და ჩემსა და ანალიზის შორის და ჩემსა და დატას შორის შუა მავალი აღარ მჭირდება. ამიტომ data analytics და BI developer რაღაც daily ამოცანებს ავტომატურებს. ანუ data analytics და უფრო BI developer-ი არის ჩართული იმ პროცესებში, რომ ის ეკითხება ბიზნესს, რომ შენ რა გჭირდება მაგალითად ყოველდღე. შენ მაგალითად ყოველდღე თუ გაქვს 14 ამოცანა, მოდი ეს 14 ამოცანა გავაავტომატუროთ. და მე შენ დაგინერგავ tools, რომელსაც როდეს კი განახლების ღილაკს დააჭერ ის ლაივში მაგამოცანას ამოხსნის და დაგიბრუნებს რაღაცა დეშბორდის სახით. თან ეს დეშბორდი არ იქნება არც კოდი, არც სკრიპტი, არც რაღაცა მოსაწყენი ცხრილი, რომელშიც შეიძლება ციფრებში ისე დაიღალო, რომ კიდე სხვა ანალიტიკოს დაგჭირდეს, ეს იქნება მარტივი დეშბორდი, რომელიც self stories მოყვება, ანუ self explanatory ტიპი იქნება, ანუ თავის ისადავი და თავის
მარტივი ვიზუალებით, იქნება სწორი ჰინტები, სწორი ფერთა გამა, რომელიც აი ადამიანს მაგალითად შეიძლება არ იყოს ტექი გონებით და იყოს ჰუმანიტარი, მაგრამ თავარი იმაში მდგომარეობდეს, რომ რაღაცა დიდი ხაზი ნიშნავს კარგს, პატარა ხაზი ცუდს. ან შეიძლება წითელი იყოს ცუდი, მწვანე იყოს კარგი, ხო? ანუ აი ეგეთ პრიმიტიულ ენაზე შეიძლება მოყვეთ ძალიან კომპლექსური ბიზნეს KPI-ები, ხო? რაღაც მეტრიკები და რაღაც კოეფიციენტები. ეს არის BI developer-ის ახალი გამოწვევა, რომ ის სწავლობს ბიზნესს, მის საჭიროებებს იჭერს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მოკლედ რო იყოს ამოცანის გაჩენასა და კითხვის გაჩენასა და პასუხის მიწოდებას შორის. ერთი არის რომ data ეკოსისტემა ისე ავაწყო, რომ ამ სხვა სოფტვერიდან გამოძახებული ინფორმაცია და მასში გადადინებული ინფორმაცია ის ძალიან დიდი data flow რაც არის, ხო? რაც daily basis ტერაბაიტობით data მიდის, ხო? მარტივი წარმოგიდგენთ, იქნებ წარმოგიდგენთ Amazon-ში დღეში ხდება 12 მილიარდი უნიკალური შეკვეთა. ან დაახლოებით 12 მილიარდი უნიკალური ახალი ინფორმაცია მისდის კომპანიას. და შეიძლება რაღაცა daily სტატისტიკა აწარმოოს, ხო? და რაღაცა live-ში ითვალოს, რაღაცა რომელ რეგიონში, რომელ ასაკობრივ ჯგუფში, როგორი ინტერესების მქონე ხალხში, რა ტიპის პროდუქცია არის მოთხოვნა და რატო ამატებენ კალათაში და რატო აღარ ყიდულობენ შემდეგ. ძალიან სწორი მაგალითად ადამიანის ქცევას მე როდესაც უყურებ, მაგალითად მე რო ვიყო რაღაცა Amazon-ი, პირველად ვიწახი და რო ხედავ რომ მაგალითად ნებისმიერი თქვენთან აქ ყოფნი, რო ხედავ რომ ის ყოველთვის ბოლო რიცხვებში ხოლმე შედის გარკვეულ პროდუქტებს კალთაში ამატებს 14 საათიდან 15 საათამდე და მე მაგალითად თვის ბოლოს აგრძელებს ერთ პროდუქტს ყიდულობს, სიმართლე ის ხდება რომ შეიძლება მე 2 თვის შემდეგ მე თქვენი ეს ქცევა ვისწავლო, რაღაცნაირად ამ ქაოსურ თქვენ ლოგინებში და ლოგაუთებში კალთის დამატებასა და გამოწერებში დავინახო კანონზომიერება. და მე თქვენ უკვე ჩემთვის სეგმენტურად ქართველი მამაკაცი მომხმარებელი კი არ იქნებით. თქვენ იქნებით მომხმარებელი, რომელიც თვის ბოლოს 14 საათიდან 15 საათამდე ალბათ იმიტომ რომ რაღაც ფანჯარა აქვს, უყვარს პლატფორმაში შესვლა, რაღაც მისი ინტერესების კალთაში დამატება და როდესაც თანხა ყოფნის, მიბმული კონკრეტული ბანკის ბარათს იხდის და უკვეთავს რაღაცას. ამიტომ მე არ არის სასწავლებრივი დამთხევა ან რაღაცა კოსმოსის შეთანხმდა ან რაღაცა რომ ამ წუთსა და ამ დროს თქვენ რაღაც აქცია გიორდება თქვენი ინტერესების პროდუქცია და კლიენტ ყიდულობთ იმასაც გიხარებთ. Web 2.0 ტექნოლოგია არის ამაზე აგებული. ის short term-ში სწავლობს თქვენ ქცევას, თქვენს როგორობას და თქვენს ინტერესებს და მე გთავაზობთ თქვენაირ სამყაროს. ყველაზე მარტივი შეჯამება რომ გავაკეთო, აი რა ვიცი 99 ფრანკი ფრედერიკ ბეგბერს ეხა რომ დაიწერა data analytics-ებზე დაწერა და არა მარკეტოლოგებზე. No offense to მარკეტოლოგებს. ხო, ეხა რომ გავაკეთოთ ბოლო ტექნოლოგია რაც მე ვისაუბრო, რატო გახდა Python-ი მნიშვნელოვანი. ანუ თუ data-ს ასეთი მაღალი ინტენსივობით ყვები, ასეთი მაღალი ინტენსივობით ვაწვდით ბიზნესს და ასე ვთქვათ, ასეთ stories ყვებით, თავარი იდეა ისაა რომ მონაცემის მოცულობა და სირთულე გაიზარდა, ანუ კომპლექსური გახდა უფრო ინფორმაცია, იმიტომ რომ მაგალითად უფრო მეტი software დანერგილი, face ID და მსგავსი ტიპის ინფო უკვე არა basic ტექსტური და ციფრული ინფორმაცია ინახება, არამედ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მონაცემები უკვე ინახება მრავალ სხვადასხვა წყაროში, ERP, CRM, web analytics, mobile apps-ი, social media, API key-ები და ასე შემდეგ. ანალიტიკოსებს სჭირდებათ სხვადასხვა სისტემებში გაფანტული მონაცემის გაერთიანება და დამუშავება. ამის ყველაზე კაი კულტურა არის data warehouse. და რაღაცა იდეალური data ეკოსისტემაში ასე უნდა ხდებოდეს, რომ სხვადასხვა სოფტვერებიდან გამოძახებული ინფორმაცია რაღაც ერთ ციფრში უნდა გროვდებოდეს, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგალითად ბიზნესთან სოციალური ქმნილება, ის ბაზარს, ტრენდს და ინდუსტრიას მიყვება და შეიძლება რაღაცის დანერგვა მოუხდეს ისე, რომ data ეკოსისტემასთან ის იგივე ტემპით არ იყოს ადაპტური. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ შეიძლება რაღაც data იყოს სხვა სოფტში დარჩენილი. ასევე აღმოსავლურ ბიზნეს კულტურაში ჯერ კიდევ არ არის ეს data warehouse-ის კულტურა ბოლომდე დანერგილი. Python-ის ბიბლიოთეკებმა განსაკუთრებით პანდამ გაამარტივა მონაცემების გაწმენდა, ტრანსფორმაცია და გაერთიანება, არაერთი Upwork-ის ამოცანა დევს იქსაც ეს ცოდნა უფრო საჭირო და matplotlib და სხვა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები დაეხმარა უფრო ღრმა ანალიზსა და მონაცემების ეფექტურ წარმოდგენას. ქმნით data ანიმაციებს, რაღაცა დროში როგორ გაიზარდა მოთხოვნა და ძალიან პრიმიტიულ და ჰუმანიტარულ ენაზე ვყვებით ძალიან კომპლექსურ ბიზნეს кейსებს. ამის საფუძველზე ჩვენ კურსზე რო ვისაუბრო, თავარი იდეა იმის მდგომარეობს, რომ ჩვენი კურსი მე მაკოსთან მაქვს ამაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი შეხვედრები და ინტერაქციები, რომ
მოდი ვიყოთ ბაზართან ადეკვატურები, არ ვასწავლოთ უბრალოდ SQL-ი, არ ვასწავლოთ Power BI, არ ვასწავლოთ კოდირება, ვასწავლოთ პროფესია. ზუსტად იმ გამოწვევებს ვასწავლით და ზუსტად იმ ცოდნებს ვასწავლით, რაც ყოველდღიურად გამოადგებათ. ქართულ კულტურაში ვაქვს, მაგალითად, რომ უნივერსიტეტში ვისწავლე ეს და 15%-ს ვიყენებ, წარმოდიოთ, რომ ჩვენ ის 15% რო ავიღოთ, რაც თქვენ კარიერის პირველ 2 წელიწადში ზუსტად იმ ცოდნებს ჩაგიდებთ, იმ პროდუქტიულობით, რაც თქვენ ჭირდებათ და აი ეგ რომ მოგაწოდოთ, ხო? ანუ რაღაცა ჩვენი კურსის სილაბუსი თქვენ გახსნათ მაგალითად, ხო? დაინახავთ, რომ რაღაცა SQL-ი ზოგადად შეიძლება უნდა ისწავლოს 320 საათი, მაგრამ ჩვენ SQL-ს უთმობთ მაგალითად რაღაცა 17 საათს, ხო? პირობითად ვიძახი. იმიტომ რომ ეს ცოდნები არის ზოგადად აგებული იმაზე, რომ თქვენი კარიერის ჯუნიორობიდან სენიორობამდე, მიდლით და მიდლის გავლით და სენიორობამდე არ შეხვდეთ ამოცანა, რაც ამ კურსზე თქვენ არ მიგიღიათ. ზუსტად ეს ქონდა ჩემს სტუდენტთან შეხვედრა და აი ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი, რომ ზუსტად ის ცოდნები მივიღეო და მე მითხრა, რომ პროსტა რას გვერჩოდიო, ბევრად იზი გარემო დამხვდაო და ოკეი, ეგ ჩვენი პრივილეგია, მაგრამ თავარი იდეა ისაა, რომ მე ყოველთვის მაქვს Smart Academy-ასთან მაგიტო ჩამოვართვით ხელი ჩვენ როგორც ლექტორმა და ორგანიზაციამ, რომ მოდი პროფესია ვასწავლოთ ხალხს, არ ვასწავლოთ უბრალოდ SQL-ში, ნახე რა ვიცი, არამედ რა ხდება მომცდა ანალიტიკოს, რა ბაგები შეხვდება, რო იდეალური ბაზა არ არსებობს და შეიძლება მილიონობით ბაგით სავსე დატასთან ურთიერთობა უნდა იცოდეს. ბოდიშვილი. ოკეი, sorry. ხო, და შესაბამისად ვასწავლეთ პრინციპებს, ამოცანის გაგების მუღამი რა არის, როგორ უნდა დაიცვას სწორი კითხვები, რა გამოწვევები არის ბოლო დროს მაგალითად გასაუბრებებზე, როგორ იცვლება პროფესია და მისი უნივერსალიზაცია რა ცოდნების დამატებას ითხოვს, ხო? მაგალითად, რაღაცა შეიძლება ჩვენ სილაბუსში რაღაცა დაგვემატებია ლექციები, კონკრეტული ტოპიკები, რომ მე ვაკვირდები, რომ მაგალითად მეც კი დღესაც კი შეიძლება რაღაცა short term პროექტები, რომელსაც მაქვს სხვა ინდუსტრიებში, ეს იქნება ჯანდაცვა, ლოჯისტიკა თუ სხვა ხდები რა მოთხოვნები აქვს stakeholder-ებს, ხო? და ბიზნეს როგორც ანუ ასე ვთქვათ, ამოცანის დამდგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებს ზოგადად ეგ ცოდნები მივაწოდოთ. რა თქმა უნდა, ჯერ ხსნით ზოგადად თეორიას და პრინციპებს, ამ პროფესიაზე უფრო დეტალურად ვსაუბრობთ, უფრო დეტალურ პრობლემებს ვხედავთ, უფრო zoom-out ვაკეთებთ და მაკროში ვხედავთ ბიზნესში სადოდ გავართ ჩვენ და რა როლი გვაქვს ჩვენ რეალურად, ხო? 7 ლექციას უთმობთ SQL სრულად, აქ არანაირი პრეკუზიტი მე არ მჭირდება არავისგან, მართლა basic-ი უბრალოდ ლეპტოპს უნდა ცნობდეთ, რომელია და მორჩა, მეტი არაფერი და SQL-ს აეგრე ვასწავლით. და მე ვიყავი პირდაპირ ვიძახი ყველაზე ლუზერი ადამიანი IT-ში მართლა, ჩემთვის იყო სტერეოტიპი, რომ IT-ის ტიპი უნდა იყოს აუცილებლად სათვალეებიანი ინტროვერტი ადამიანი, რომელსაც სკოლაში არავინ არ ელაპარაკებოდა და აუცილებლად უნდა იყო ვეკუელი ან კომარაველი, რომ ეს გამოგივდეს, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი, რაც და ინდუსტრიის მითი, ანუ IT არის ერთი რაღაც გარემო, სადაც ყველაფერი დგას ლოგიკაზე. ანუ მე თუ მესმის, რომ თუ ვაზას ხელს მივარტყავ, დავარდება და გატყდება, აი თუ ეგ from და თუ მესმის და if-ის შემთხვევაში რა დადგება, ანუ ეგ თუ მესმის, მთელი IT არის ლოგიკა. თუ ჩვენ ლოგიკა გვაქვს, ოკეი, 64-ში ვარ და IT გვესმის. შემდეგ 7 ლექციას უთმობთ Power BI-ს, არა მარტო Power BI-ს, ზოგადად BI-ს, როგორც პროფესიის იდეას, BI რო ნიშნავს business intelligence და რა პასუხისმგებლობები და რა გამოწვევები აქვთ მათ და როგორ არის ეს პროფესია რეალურად და რაზე დგას და ხო ამის შემდეგ გვაქვს უბრალოდ საპორტფოლიო ნაშრომის აწყობა. ისეთი რომ ჩვენ შეგიძლიათ LinkedIn-ზე განათავსოთ, თქვენს პორტფოლიოდ გქონდეთ, ჩემ არაერთ სტუდენტს აუწყო ისეთი საპორტფოლიო ნაშრომი, რომ მაგრამ ჩემ კომპანიაში რომ მithქოს, რომ აი ესეთი ნაშრომი აწყო, მარტო ნაშრომი ჩაგვიდოს, არც CV გვინდა, არც გასაუბრებაო, მაგ ნაშრომით ვიხდებით რა მაგარიაო. SQL-ზე რო ვისაუბროთ, SQL-ის საფუძვლები მონაცემთა გამოძახებისა და რეპორტინგისთვის, ანუ რაღაც ძალიან basic-ი რეპორტინგ დეველოპერი რო გახდეთ და გესმოდეთ ზოგადად რეპორტის აწყობა და პრინციპი როგორ ხდება, პრაქტიკული SQL რეპორტინგი რეალურ ბიზნეს მონაცემებზე, ანუ data მაქვს რეალური რა არქიტექტურაც ხდება ძალიან არაერთ კომპანიაში და რაღაცა არქიტექტურის პრინციპი როგორც არის ვთქვათ მაგ ტიპის ბაზა გვაქვს აწყობილი, მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და ცხრილების შექმნა შეიძლება მონაცემთა ანალიტიკოს ან რეპორტინგ დეველოპერს ეს საწყის ეტაპზე არ დაჭირდეს, მაგრამ ის უფრო ორგანულად გაიგებს data არქიტექტურას. data არქიტექტურის გაგება ძალიან ეხმარება ადამიანს უფრო ფუნდამენტურად და უფრო ოპტიმალურად შექმნას კარიულ გარემოში დავიდან რაღაცა რეპორტები და ასე ვთქვათ უფრო კარგი პერფორმანსი ანახოს.
SQL ფუნქციები და პროცედურები რეალური ამოცანებისთვის. ფუნქციები და პროცედურები ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ ძალიან მარტივად ეხმარება, რომ middle ან senior level-ად დაკვალიფიცირდეს. იმიტომ რომ არაერთ გასაუბრებელს როდესაც საწყის ეტაპზე მოუთხოვიათ ჩემთვის, მე ეს არ ვიცოდი და ჩემთვის ძალიან სენსიტიური იყო, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს ცოდნების ჩაგვედო. კი ვიძახი, რომ შეიძლება პირველი 3-4 თვე არც კი დაგჭირდეთ ამის დაწერა, ან პირველი 1 წელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ პროცესებს, როდესაც თქვენ ბიზნესში ხართ ინიციატორი, რომ მოდი მე შემიძლია ეს გავაავტომატურო. ძალიან სწორ ქულას ეწერთ კარიერულად, თქვენს უნარებს უსვავს ხაზს, ამ პროგრამის ფუნდამენტურ ცოდნას და ასე შემდეგ. კონკრეტული უპირატესობა ტექნიკურ გასაუბრებებზე. ზუსტად ვიცით რა კითხვები ისმევა, კონკრეტულ კითხვებზე ვაკეთებ აქცენტს, ზუსტად ვეუბნებით, რომ აი ესეთი ტიპის ამოცანაში ხდება გასაუბრებაზე, არის რაღაც დეფოლტ კითხვები, რომელიც ყოველთვის არსებობს. თავარი რაც მინდა თქვა მეგობრებო, SQL პროგრამა როდესაც იქნებოდა, დეველოპერმა დაისახეს ერთი მიზანი. მოდი შევქმნათ პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება გასაგები ტექისთვის და ჰუმანიტარისთვის. ამიტომ SQL ენა თუ გინდა პროგრამულ გარემოს შეეხო, არის ყველაზე მარტივი და ყველაზე, ასე ვთქვათ, developer friendly ენა, ასე ვთქვათ რა. და არ არის ეს რაღაცა პროგრამირება, რაღაცა 0-1 და მატრიცა. BI-ზე რო ვისაუბრო, business intelligence კონცეფციას ზოგადად რო გავგვეცოთ, Power BI მეტია ვიდრე უბრალოდ ინსტრუმენტი და Microsoft-ის პროდუქცია რო ვისაუბრო და ზოგადად, ანუ business intelligence-ი ცალკე პროფესია და რა პასუხისმგებლობები აქვს. გარდა იმისა, რომ დააწყოს dashboard-ი და დააქვეყნოს data წყარო, რაღაცა BI tool-თან. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტი მნიშვნელოვანი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, პროცესებზეა პასუხისმგებელი. მოასადა წყარავთან დაკავშირებით ანალიტიკის ავტომატიზაცია, ანუ როგორ ხდება live reporting-ი, ასე ვთქვათ, და როგორ ხდება ბიზნესი, რომ შენ რომ მაგალითად იქ რაღაცა X დეპარტამენტი რაღაც data-ს აგროვებს, ან ის პლატფორმა, რომელიც რაღაცა data-ს ინახავს, შენ ამას live-ში კითხულობ ამ dashboard-ით, ამ user friendly გარემოში. ეს არის ინტერაქტიული და live-ი.ოდეში ვიზუალური манипуляციები და ინტერაქტიული ანალიტიკა, ანუ რამდენად მარტივია, self-explanatory-ია, ანუ reports თუ გეკითხებიან აქ რა არის, ან ეს რას აჩვენებს, უკვე ძალიან ცუდი რეპორტია, ამიტომ რაღაცა თქვენ ნებისმიერ აპლიკაცია რო გენერგებათ ან რაღაც ახალი tools ითვისებთ, ყოველთვის რაღაცნაირად ნავიგაცია ისე აწყობილი, რომ თავის თავს თვითონ ყვება და თავის თავს თვითონ ხსნის. რეპორტის მთავარი იდეა არის ამაში მდგომარეობს, რომ სწორად მოვყვეთ ინფორმაცია. ეფექტური რეპორტინგის და დეშბორდის აგების პრინციპები, ანუ რა პრინციპები არსებობს, რა ჭირდება სტეიქჰოლდერის თვალს ჯერ დაინახოს, რა უნდა გაანალიზოს მაგალითად, რა არის მნიშვნელოვანი ტოპიკები, რომ გაიაზროს ბიზნესმა და რა შეიძლება, როდესაც ჩვენ ამ X ინფორმაციას ვაწვდით, რა კითხვები შეიძლება დაებადოს ამის ადრესას. ჩვენ ვიყენებთ ადრესატის მხარეს თავს, ვცდილობთ გავიგოთ რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ რო ამ ინფორმაციას ვითხოვდეთ, რა ქვეკითხვები გამიჩნდებოდა, ამ დატის საფუძველზე რა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს და საბოლოო ჯამში ამის გარდა შევქმნით ამ კურსის გაგრძელება. ამ კურსის გაგრძელების ისტორია არის ჩემი პირადი ისტორია, იმიტომ რომ მე Python-ი დიდი ხანი ვისწავლე, Smart Academy-ში ვისწავლე სხვა შორის და ძალიან მაგრა ასწავლე, იმიტომ რომ მე ლექტორიც ხდები, ისეთი მაგარი ხდები, ძალიან short run-ში კარიერაში. ჩემ კომპანიაში კურსი დამთავრებული მქონდა, უკვე ვიყენებდი Python-ს. რა არის მთავარი იდეა? ანუ data გარემოში, რაღაცა seniority level-ზე, დასავლურ კომპანიებში, როდესაც მინდოდა უკვე გასვლა რაღაც გერმანია, ჩრდილოეთ დასავლეთ ევროპა და ამერიკული კომპანიები, ყოველთვის ითხოვდნენ Python-ს. რაღაცა Python არის ძალიან დიდი, ზღვასავი დიდი პროგრამა, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფუნქციონალი, ბევრი შესაძლებლობა და ძალიან ბევრი პროფესიაში გამოიყენება. მაგრამ მთავარი იდეა იყო, რომ data-ში როგორ გამოიყენებოდა, ამის არანაირი მიმართულება მე არ მქონდა. ამ ცოდნის მიწოდება საქართველოში არსად არ არის უბრალოდ. ოკეი, შეიძლება data science ერქვას სადღაც ერქვას data engineering-ია, მაგრამ კონკრეტულად data გარემოს Python-ი არსად არ ისწავლება. მართლა კონკრეტულად ჩემი გამოცდილებით ავაგერო 100 ადგილას რო სახით დავოჯახე კედელს რო რაღაცა ეს ცოდნა მოითხოვდა თუ რა არ გამოდის. ჩემი დაახლოებით ბოლო 3 წლიანი საერთაშორისო კომპანიის გამოცდილებით, ბოდიში ხდი 4 წლიანი, ავაგე data analytics Python-ის მიმართულების კურსი. ანუ ამ კურსში მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვასწავლეთ Python basics, ანუ აქაც რო სრული 0 იყო, ოკეი, მაგრამ Python-ში არ შევდივართ რაღაცა Git-ზე, front-end development-ზე, აპლიკაციის წერას და ამ შემდეგ.
basic Python ენას ვსწავლოთ, უბრალოდ რომ Python-ი გვესმოდეს რა არის, სინტაქსი გავიგოთ, keyword-ები გავიგოთ, რაღაცა basic პროგრამირების პრინციპები გავიგოთ, შემდეგ ვსწავლოთ pandas ბიბლიოთეკას, რომელიც არის კონკრეტულად data analytics ინსტრუმენტი, რომელიც Python-ში კონკრეტულად data-ზე არის აქცენტირებული და აი ზუსტად Python-ზე რო ვისაუბრე წინა სლაიდებში, ის არის მაგალითად, როდესაც ინფორმაცია გვაქვს Excel-ში, JSON ფორმატში და SQL-ში და სადღაც API-ზე, როგორ მოხდება ამ დატის კონსოლიდირება და მათი თანაკვეთა მაგალითად, ხო? როგორ შემიძლია თქვა, რომ რაღაცა ერთი დეპარტამენტი მიგზავნის Excel-ში დატას, მეორე დეპარტამენტი მეუბნება, რომ აგერ არის ბაზაში ეს ინფორმაცია და ამ ორი დატის შედარებას და matching-ს ვთხოვენ, ხო? რაღაცა მესამე ინსტრუმენტი ჭირდება. კი, BI ამისთვისაც ასევე არის მოწყობილობა, მაგრამ Python-ი არის ალტერნატივა, შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო სწრაფი, IAP და ასე შემდეგ. Matplotlib, რომელიც არის პირდაპირ ვიზუალიზაციური ინსტრუმენტი და ბიბლიოთეკაა Python-ში და დატაბაზებთან დაკონექტებაში გულისხმობთ, რომ აქ გარკვეულწილად data engineering-ის ელემენტებს ვეხებით. აი მაგალითად ჩვენ კურსის მანძილზე ვქნით რაღაც აპლიკაციას, basic აპლიკაციას ძალიან მარტივი ფუნქციონალი და როგორ ხდება ბაზაში მიგრირება, შემდეგ როგორ ხდება ბაზიდან გამოძახება. მაგალითად თქვენ რო ბანკიდან ამონაწილე შეთხოვთ, როგორ ეშვება მაგ დროს დინამიკურად რაღაცა სკრიპტი და როგორ იძახებს ამ ინფორმაციას, ხო? და იგივენად რაღაც გარკვეული ტიპის ავტომატიზაციებს ვწერთ საბოლოო ჯამში ამ კურსზე. ეს არის იმისთვის, რომ ძალიან ბევრ ქართულ კომპანიებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიებში data ეკოსისტემა არ არის ისეთი ღვთაებრივი, ლამაზი და მოწესრიგებული, როგორც შეიძლება გვინდოდეს, რომ იყოს. და ისინი ხასიათდებიან, როდესაც საერთაშორისო კომპანიებზე ვსაუბრობთ, სხვა წყაროში გაფანტული ინფორმაციით, სხვა სერვერებზე ბაზებით, სხვა ფორმით ინფორმაციის შენახვით და რაღაცა ინსტრუმენტია საჭირო, რომელიც მათ გააერთიანებს და daily reporting-ს უზრუნველყოფს. ამიტომ Advanced Data Analytics with Python გვაქვს ჩვენი კურსის მეორე დონე, კონკრეტულად მხოლოდ Smart Academy-ში არსებობს ეს კურსი და კონკრეტულად data analytics-ებისთვის არის, ვისაც უნდა რომ ისწავლოს Python-ი და Python-ი გამოიყენოს data გარემოში, გარკვეული ავტომატიზაციები აწყოს რეპორტინგის, დაინახოს რომ ის რაც Excel-შია, SQL-შია, BI-შია და სხვა პლატფორმებში ერთ სივრცეში Python-ში იყრის თავს და ძალიან უფრო რაღაცა პროგრამულ ენის ადაპტური რაღაცა სინტაქსი არის. ეს არის და ეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.